კონკურსით. საერთოდ მოდის კვირაული არ იყო ეს გეგმაში, არასდროს არ მიფიქრე, რომ საქართველოში უნდა გამეკეთებინა რაღაც მსგავსი პროექტი. კვირაული დავიწყე 2015 წელს და იდეა იყო სრულიად ესეთი სპონტანური, იმიტომ რომ რაღაცი უცბად ესე მაქვს ხოლმე ესე უცბად გადავწყვიტე რომ მოდის კვირაული უნდა ყოფილიყო საქართველოში. მე ძირითადად პარიზში ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობდი ამ სფეროდან. ხედავდი თქვათ რამხელა ინტერესი იყო მაინც ქართველების მიმართ. იმ პერიოდში თან დემნა გვასალია გახდა ძალიან ესეთი პოპულარული მოდის სფეროში. და ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზარდა ძალიან მკვეთრად და ვიფიქრე რომ რატომ არ შეიძლება რომ თუ მთელ მსოფლიოში ტარდება მსგავსი ტიპის პროექტები, რატომ არ შეიძლება რომ იყოს საქართველოშიც. საქართველოში ეს დიზაინის მხრივ ეს გემოვნება, შემოქმედება, ეს კრეატიულობა მაინც ყოველთვის იყო. საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დიზაინერს, აი მოდის სფერო ძალიან ესეთი პრეტენზიული და ცნობურია. ძალიან უჭირთ წარმატების მიღწევა. რაც არ უნდა ბევრი ფული გადაიხადო, როდესაც ჩადიხარ მოდის დედაქალაქ პარიზში, რომ მიიღო ეს აღიარება, რომ შეგამჩნიონ, შენთან მოვიდნენ, თითქმის წარმოუდგენელი. მაშინ ძალიან დიდი თანხები უნდა გაგაჩნდეს, ძალიან დიდი რესურსი, რომ ეს ყურადღება დაიმსახურა. იდეაში მე ჩავაბარე 2017 წელი იყო მგონი აკადემიაში. და მე სწავლის თემა, მე კოვიდი დაიწყო უკვე 2020-ში, 2021-ში უკვე უნდა დამესრულებინა და ამ კოვიდამდე იყო ეგ თემა რა, უკვე დემნას თემაც, აქ ფეშენვიკებიც. ფეშენვიკები რაც არის, გონია რომ სოფორასაც აკეთებს, ეგ არის ყველაზე ხარისხიანი და ყველაზე ისეთი რა, ანუ საინტერესო და მართლა ფეშენვიკი რო არის რა. დღეს მომიწევს გათენება. ეს ფეხსაცმელიც უნდა მე დავასრულო. მე უკვე დავიწყებ ერთი უკისთვის კაბა უნდა შევკრო, ეს კიჩები რაზეც უნდა დავამაგრო და ერთი კაბა იქნება, იმისთვის რა ქვია. მოსაცმელისთვის. იდეაში მანამ დავდიოდი ფეშენზე ერთხელ ვიყავ მგონი ნამყოფი 2017-მდე. ან შეიძლება მარტო ერთი გავუკეთო აქ. როლდა ის იქნება მარგალიტებში რა. შეიძლება შავი, წითელი და თეთრი დარჩეს. მე ჩემი რამდენი მეგობარი რომ მივდიოდით, სტრიტ სტაილის ფოტოგრაფები ვინც იყვნენ,
ისინი გვიღებდნენ და ეგ კიდე ცალკე мотиваცია იყო და ძალიან გვიხაროდა მე რა გარდა იმისა რომ ჩვენებებს ვესწრებოდით და ვეცნობოდით კიდე დიზაინერებს უფრო ახლოს. შავი კაბა საწავი ხო არის? აი კულტიან ეგ არის. ასაცმელი ერთ-ერთი პრიმიტიული თემა არის ადამიანისთვის და რა გაცვია და რა თემა, ნუ შენ სახეს აჩვენებ. ცოტა მოუჭირე ეგ. აკადემია რო დავასრულე. იდეაში 21-ში უნდა დამესრულებინა და გადავიტანე, იმიტომ რომ კოვიდი იყო და აზრი თქონდა ხო 21-ში დავასრულებ თუ 26 თვით თუ გადავდებდი რა და მე რო დავასრულე, ჩემს პონჩი ვაკეთებდი რაღაცებს, კერავდი რაღაც ექსპერიმენტებს ვაკეთებდი, რომ ექსპერიმენტებს ვაკეთებ, გონია რომ მე იბადება ახალი იდეები და რაღაც ექსპერიმენტები გეხმარება რომ რაღაც ახალი შექმნა რა და მაგით ყავი დაკავებული. გონია იმას ჯობია ხო? ეს და წარბების ცოტა გაფემკვიდრება შეიძლება? შემიძლია გავაკრო, გინდა გაქრობა? კი, საინტერესო იქნება. კაი, კიდე კაი წამოვიდე. ო, კაი. თვას ტოვებ ხო? ორმაც გრადუსზე ცალკე წელს მუშაობ. ამით წამოვა. თეოშა მეუბნება, ეხლას კარგად გაიარებ და ძალიან დიდი რანვეია. კი კაი ხო. ბოლოს მე სერდა მოკიცა. ძალიან რთულია ხო მოდელობა? ძალიან რთულია ხო მოდელობა? გააჩნია რა. იცი თუ არ სუქდები მარტივი იქნება. 6 კილო მოდელი. 45 მოდელი დავაფითინეთ და 25-ია აიყვანა. მე ჩავაბარე GPI-ში, ond პროფესიული თემა რა. დავიწყე მან სწავლა კონსტრუირების. ნუ სხვა კერვის ტექნოლოგიებსაც ასწავლიან, მაგრამ მე იდეაში მინდოდა კონსტრუირების განვითარება რა, იმიტომ რომ აკადემიაში ძირითადად ვისწავლე ტექნოლოგიები რა, ეს ქუთლის ტექნიკა, შიბორი, ბატიკაცივი ცხელი, ეგეთი რაღაცები. კონსტრუირებას დიდად ეგეთით რომ არ ეთმობოდა რა. თუმცა ეს GPI ვეღარ დავასრულე მე, იმიტომ რომ დაიწყო BNext-ი. ნუ მოვედით აქ, განვათავსე ჩვენი კოლექცია, ყველაფერი ლუკეისეს და მე იყო უკვე შეფასებები რა, პრეზენტაცია, შეფასებები. და მოხდა ისე, რომ გავიმარჯვე, მე ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი.
დავიწყოთ გადაღებოთ, რომ წვიმას. პრიზი ავიღე იედის უნივერსიტეტში, საზაფხულო კურსი იყო fashion trend forecasting-ი, ანუ ტრენდების პროგნოზირება და სტაილინგი რა, აი შუთინგის დროს როგორ უნდა დაასტაილინგო, როგორ აიჩიო მეიქაპი, თმა და მაგის საკე პრაქტიკაც გქონდა მე იქ ფლორენციაში რა, თვითონ ამ უნივერსიტეტში. ქვევით აქ ცოტა გასაყრელი? ამათ წამოვიდებთ, ეხლა აქსესუარები რო გავუკეთოთ რა. შემოძრელდი? არა, ბაჯებზე შევუძვის. აქეთ ახალი მაჩვენა. თუ მაჩარი ორი ვარდი. შენ გაიგეთ თუ გაიგეთ? ვავიცეთ კავები. წამოხოთ ხო თქვენს? ოშენ გზა 5 წამოიღო იმ აქსესუარების. კაი. კლიენტს ნახე ახლა. დაჟე ის მეიქაპრიას ვაჩვენებ, თუ გადატვირთულება და ეს კარგია. ეს გვაქვს კლიენტი. ანუ იმდენად ქაოსი იყო ქვეყანაში რა, რაღაც ძალიან გრანდიოზული რაღაც რო გაიკეთებინა რა, ვის ეცალა მაგისთვის რა. თემაა და ფაქტიურად კოვიდის ის 2 წელი და კიდე ეს 2020 მე წლები, პაუზა იყო ცხოვრებაში. კოვიდში მქონდა 2020-ში დიჯიტალი. აქ. და ვშო. მე რაღაც მე იყო Pinex-ი 2 წლის წინ და ვშო. და ეხლა თავიდან რაღაცა ნუ ბეტონი წვნა. ბეტონი ნახოთ ხო? პირველი იყო პანდემია, რომელმაც შოქში ჩაგვაგდა, იმიტომ რომ პანდემიამ გაგვაჩერა საერთოდ. თუმცა ჩვენ რაღაცა მაინც გავაკეთეთ პანდემიის დროს. პანდემიის შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში და ამ ომის პერიოდში რაღაც არავის არ ქონდა, პირადად მე არ მქონდა ნამდვილად იმის განწყობა, რომ გაგვეკეთებინა მოდის გვერეული.
და მე უკვე ისეთი სისწრაფით განვითარდა აქ მოვლენები, რომ რომელ მოდაზე იყო საერთოდ საუბარი, ვერ ხვდებოდით რა უნდა გაგვეკეთებინა და თვითონ დიზაინერებმაც მე მგონი არ იცოდნენ რა მიმართულება უნდა აერჩიათ, ხო? წავიდნენ ქვეყნიდან, დარჩნენ, რამე აქ გააგრძელონ კეთება. აი, როდესაც არ იცი, აი ხვალინდელი დღე რას გიმზადებ, ძალიან რთულია რაღაცა ამ დროს რაღაც შემოქმედებაზე იფიქრო. მაგრამ აი ახლა რატო გავაგრძელეთ ფიქრობდით ამაზეც დიდხანს ღირს თუ არა და არის თუ არა ამის შესაფერისი დრო მაგრამ რადგანაც ჯერ კიდევ ეს დიზაინერები არსებობენ რომ ვნახე რომ ეს მთელი ამდენი წლის ესე ვთქვათ შრომა და ინვესტიცია და საკმაოდ დიდი ინვესტიცია გვაქვს ჩადებული ამ პროექტში რაღაცა უკან მიდის რაღაცა ძალიან დიდი სისწრაფით ნუ რა თქმა უნდა დამენანა და მივხვდი რომ უნდა ეს პროექტი უნდა არსებობდეს რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს ნუ რა თქმა უნდა თუ ამის გაგრძელების საშუალებას მოგცემს ჩვენ რეალობაში ცოტა რთულია რაღაცის თქმა ჭირდება თუ არა ეს პროექტი დღევანდელ საქართველოს აი ამაზე ცოტა ისე ვართ არ ვიცი ჯერ ნუ ვაკეთებთ კონკურსიც კეთდება ახალი დიზაინერების აღმოჩენასაც ვფიქრობთ ხელი შევყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაინც ჩემთვის ყოველთვის ბინექსტი. Sorry. ხოდა ეხა რომ ვუყურებ ხო ჩემთვის წმუნდები რომ მართალი ვიყავი. მან ბინექსტელები მიიღეს მონაწილეობა ბინექსში, ზოგ მოიგო, ზოგ მაგრამ აი მაშინაც როცა ვიყავი რაღაცა, ვიცი 20 და რაღაცა წელს ვიყავი, მართლა პატარა ვიყავი. აი ამ კონკურსის მიმართ მქონდა სულ რაღაცა ის განცდა, რომ აი ეს კონკურსი რაღაცას შეცვლის, რაღაცა შეცვალა. შეიძლება რაღაცა ძალიან დიდი არ შეცვალა, მაგრამ ადამიანების ძალიან ბევრი ადამიანების ცხოვრება შეცვალა რა, ზუსტად ვიცი. ეს თეკა? აი ეს. ხო. ძალიან ბევრი დიზაინერი, ძალიან ბევრი დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა თავის დროს. ალექსანდრე ახალკაციშვილი, გალიბ გასანოვი, თიკო პაქსა, გიორგი კებურია. თეკალ გურგენიძეს სინდრომი. Good. So what are you doing? You also official nice to know. ბინექსტი შუაში იყოს, თეთრად, ყველა ვარიანტში თეთრად იყოს. დავაპატარავოთ ცოტა. და ტექსტზე სწორია. იცი რა, ნახე. ვერ მოთხოვ ახალგაზრდა დიზაინერს, რომელმაც დაამთავრა აკადემია. თან დაამთავრა აკადემია ზუსტად მაგ დროს, როცა ან ამთავრებდა, ან სწავლობდა, როცა ეს ონლაინ შესწავლა. ანუ ხვდები ხო? მაგიტო ეხა მოდი მოვითხოვოთ ეხა ხარისხი და აბა ეხა როგორი ხარისხით იქნება ეს ვერ მოვითხოვ. მე პირადად ვერ მოვითხოვ, სხვა არ ვიცი. Oh, this is amazing. I like so much. Super cool. And you did by yourself? Yes, I did. Congrats.
Very nice. Everything I made now for this competition. Okay. Very good. And you're running your business now? I'm trying. Okay. And you're based in here now? Here. Now here. Like when people ask me, what do you want to be when you grow up, I used to say like designer, and it was very cute from the beginning, but then it was like my brother wanted me to play football and stuff, so yeah, but now I'm here. You're back, you know, I think the first impression that you have when you're a kid, it stay in mind. Even if you change, you will go back to your first images. Y luego también como que les gusta hacer tipo los bolsos estos. Sí, con la tela y tal. O tenía uno que era como de llevar al hombro que estaba muy bien. Este está. A ver, y eso que tampoco. Maquetado, sí. ძალიან რთულია. დღეს თან იყო მოტივირებული, თან იყო მონდომებული, თან ხარისხიანი. თან ტემპით, თან ძალიან ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი კრიტერიუმი. And you finished when? This year. This year. Okay. And this is your graduation collection. Do you want to tell us? განათლების ნაკლებობა იგრძნობა ყველაფერში, აი რომელი ერთი ვთქვა. და ძალიან ხშირად ამას ვაწყდები მუშაობის პროცესშიც. ჩვენი, ესე ვთქვათ, კონკურსიც რო ტარდება, ჩვენი მთავარი პრიზები არის ხოლმე სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნა. ნუ მე ხშირ შემთხვევაში არ ბრუნდებიან ხოლმე, მაგრამ თუ დაბრუნდნენ, იმედია გაგრძელებენ აქ. This is the top? Yes, this is the top. I have an inside, but I didn't put it there because it's just one long fabric and that's all. ჩვენ ყავს ძალიან საინტერესო მონაწილე, რომელთაც აღფრთოვანებული ვარ მე ამ ბიჭით, იმიტომ რომ მახსოვს ბინექსტის გამარჯვებული იყო აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი, იმიტომ რომ როგორც ქართველი დიზაინერი ისე არის დღეს ცნობილი მსოფლიოში, რომელიც მოვიდა კონკურსზე, არსაიდან მოვიდა ფაქტიურად, გაიმარჯვა, დღეს ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი აქვს მილანში, მაგრამ სულ ცდილობს რომ რაღაცნაირად იყოს საქართველოსთან კავშირში. Creativity is only 30% of the work we do. We have to know how to communicate with people. We have to know how to tell story and story that matters, a story that has meaning. აი ეს ბიჭი ჩემთვის არის ერთ-ერთი ესეთი მაგალითი, რომ მას შეუძლია საქართველოში აღარ დაბრუნდეს, ხო? მას შეუძლია რომ საქართველოსთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს, მაგრამ უფრო მეტი ქართველია ვიდრე მე. როდესაც მთელი ამდენი ხანი შენ გეგონა რომ რაღაცა მსოფლიოს ნაწილი ხარ და თან კიდევ გეუბნებოდნენ რომ შენ ევროპის ნაწილი ხარ და ერთ დღეს გეუბნებიან რომ შენ თურმე არაფერი არ ხარ და უნდა იცხოვრო იზოლაციაში და ამ იზოლირებულ სახელმწიფოში აღმოჩენილი უნდა დაემორჩილო რაღაც გაუგებარ შენთვის კანონებს, რა თქმა უნდა ეს იმ სფეროს თუნდაც რაც არის მოდა ძალიან უკან ხევს. კანონი რომელიც შენ გეტყვის რომ აი ხვალ მაგალითად შენ რასაც ქმნი ეს არ ექვემდებარება იმ წესს რომელიც ჩვენ დავაწესეთ, ხო?
და იმის შემოქმედება ფაქტიურად არავის აღარ ჭირდება და დასრულებულია ეს თემა. უნდა დაანებო თავი იმას, რაც საკეთებ. რას იზამ ამ დროს ან წახვალ სხვა ქვეყანაში, ან დაანებებ თავს, ხო? აი ესეთი ბევრი რაღაცები მოხდა ამ ბოლო პერიოდში, რომ ამ შემოქმედებით ადამიანებს შეეზღუდათ თავისუფალი შემოქმედების საშუალება. არ ვიცოდი ვისთვის დამერე, აქ რეპეტიცია იწყება და მუსიკის ჩართვა უნდა. ის ნამდვილად მართლა გინდა. დავით. ой, კარგი. Очень gerne хакер был пошёл, говорится, мне потом. Привет. Вау, შანი მითხრები? ყველა არა. Okay. ერთი ორი მოდელი დაგვშა. და ორი გოგოძნობი მეტი. როგორ? გოგოძნობი ცოტა მეტი. I'm fine, how are you? We're waiting for Yeah. I couldn't ხდება, როდის იწყება, ხო არ იცი? აი 4 მოდელი დარჩა. ხო. და დავიწყებთ. ოკეი. ამ სივრცეშია? კი. უბრალოდ კედლების თემა ალბათ არ ვიცი, ეს ეგეც უნდა ყოფილიყო რეპეტიციაზე. მოგეთ გამოვლენ მოდელები ესე. კორიდორში შევა, ფოტოს გადაუღებენ მოდელებს. ხალხის გარეშე. მე გამოვლენ ესე, გავლენ იქ სცენაში, დაბრუნდებიან ბექსტეიჯში. და მე ყველა გამოვა, ოღონდ კორიდორში გამოსვლა აღარ დაჭირდებათ რა. მოასწარი ხო ყველაფერი? არ მიძინია წუხა საერთოდ. მართლა არ გეტყობა საერთოდ არ გეტყობა. მოწეს ის სახში მივედი მე მოზარგე მოვედი. არა რაღაცები გქონდა დასასრულებელი და ხო აი იარაღების თემა. მაგრამ ბევრი იქნება რა. აი პროსტა ეს თითქოს მე პატარაა. მარტო ეს იქნება? ხო და ზოგი იდგება. ზოგი. განათებაზე ჩვეულებრივ ცივი განათება იქნება, იმიტომ რომ ფოტოებისთვის ხარისხიანი ფოტოები გამოდის, ეგ განათება უნდა იყოს სხვა და. აი გუში როგორც იყო განათებული ცივი, ხო იცი? აი ეგ იქნება სულ. მე წინააღმდეგი ვარ რომ ყველაფერი გაჩერდეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი აი ეს პესიმიზმი რომ ყველაფერი უნდა გაჩერდეს და არაფერი აღარ უნდა იყოს და მოდი ყველამ დავეხუროთ ქუდი და წავიდეთ, მე ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ. ვისაც თუ რამის საშუალება გვაქვს რომ ბოლომდე ვაკეთოთ, უნდა ვაკეთოთ. არის ვიწრო დერეფანი. ვიწრო დერეფით ვიწრებ. და აქ მოვდივარ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს დერეფანი, იმიტომ რომ ფოტოგრაფი ვიღებ აქ. ყველაზე მნიშვნელოვანია რა. ოღონ ნელი კამპით დავდივარ ახლა უბრალოდ ნახაზი რომ დაიმახსოვროთ. ნახოთ, ახლა ჩატარდება მოდის კვირველი და ვნახოთ რამდენად ამ ყველაფერმა იმოქმედა დიზაინერებს. რატომაც მეგონა რომ მოვასწრებდი მთლიანად კოლექციას, რომ მარტო შემიგერა და თურმე ეგრე არ ყოფილა, იმიტომ რომ დრო ვერ გავთვალე წესიერად და ძალიან ბევრი მოდის დიზაინის ფაკულტეტი არც აქვს სამხატვრო აკადემიას და აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის მოდის დიზაინის ტექნოლოგიები. ეს არის ძირითადად სწავლობ
კონსტრუირებას, სწავლობ ტექნიკას, სწავლობ, ამ საფუძველს ასე რომ ვთქვათ რა. მე ძალიან რთული არის მეორე მესამე კურსზე უკვე რომ გინდა რომ შენი სპეციალობით უშუალო სამსახური თუ სტაჟირება თუ გამოცდილება მიიღო ძალიან რთულია რომ იპოვო. იმიტომ რომ საქართველოში დაუფასებელია ხელოვნება, ესე ვფიქრობ მე, იმიტომ რომ ძირითადად ხელოვნების სფეროში ყოველთვის ძალიან რთულია იშოვა ნორმალური სამსახური, იმიტომ რომ ან ძალიან სადაც სილოანაზღაურებაზე და ძალიან დიდ გაწეულ დროზე და ენერგიაზე არის საუბარი. და მაგას პლუს ყველა სჭირდება გამოცდილება და გამოცდილება საიდან უნდა მქონდეს, როცა არავინ არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღო ეს გამოცდილება. ყველა სჭირდება 5-6 წელი გამოცდილი ადამიანი და რაც ძალიან აბსურდულია, იმიტომ რომ ყველას 5-6 წელი გამოცდილება ვერ ექნება, როცა უნივერსიტეტში სწავლობს. კარგი კონსტრუქტორი, მე ჯერ არ მომიძებნია, მაგრამ სხვა დიზაინერებისგან ვიცი, რომ აი კარგი კონსტრუქტორი არ არის ეგეთი რა და ის მას ვისაც უნდა სიტყვაზე მოდის სფეროში და არიან პატარებული ჯერ რაღაცა, აი კონსტრუქტორობაზე უფრო რეკომენდაციას გავუწევდი, სწორად თქვამია. იქით უნდა გავიდეთ ყველა backstage. ყველაფერი გამოქვს აბსოლუტურად რა. უბრალოდ გრადაციულად იქნება შავი, თეთრი, წითელი რა. უბრალოდ ჯერ იქნება შავი, მერე თეთრი, ხო, მერე წითელი რა. შავი როგორც ციკლების თემაც მას დაიწყება, მერე თეთრი როგორც განწმენდის და ბოლოს უკვე წითლები შემოვა რა. რაღაც გრადაციულად უნდა დადგეს ეგრე. ვიდეოს ყოფნა? სინდრომში რომლები გადმოდიხართ, იმათ მააწიეთ ხელები. მე არ მეძინა წუხა, გუში რო გავიგუძა, ის მე მოგვიძავს. კი რა ვიცუხავთ. ვერაფერს ემონებას ვერ ვიდა. აი ესე არა, თავს ხანყუდავი ვარ. აი ხა დავაყენებ და თან. ჯერხო მაქინატინი. მაკო, ცეოშა, სესილი, მარიამი, მარჯვნივ შემოძივა. სოფო, ნიკა, მარი, ელოშვილი ხო? კი, მეორე. ხაკო, მარიამი, ანანო, ანი, თინა, სალომე, კეთევანი. Საბა ბოლოს. ეს თქვენ უკვე კარგია. არ ვიცი.
მე რა ვიცი ახლა დამანახე. ხალხია, ჩემო თანამშრომელმა მითხრა ახლა ვიდეო ჩამიგდო ისე. ხო, ვერ გავიგე. ყველა გავათანა წუხა. ხო, მართლა გათანებული მაქვს. ცუდად რა. ეს ვარ. ეს დავაყოლებ და ხოლ განვისვენებ. ძალიან კარგად დგას ქვევით, ანუ სიმაღლეზე იმენა კარგად წავიდა. ეხლა ჩაერთვა ჩვენი მუსიკა. წესით ხო? აბა შფოთვები დაიწყება უცებ. Daydream-ში მინდა ეხლა. ჩემ მგონია რომ ჩემიც ეგრე იქნება რა, ჩემი კოლექციაზეც იტყვიან რაღაცა. კარგიც იქნება და ცუდი ეს ბუნებრივი არის. მაგხიმილით არ გახვიდე. ჯობია გაიკეთო. რა იქ? აი მართლა ამ ხმოვში რა გაიგე? ანუ ამ ხელას მას ეხლა ამას ყველა ნახავს, იმიტომ რომ იმათ არ უნახავთ ეს გაკეთებულზე. აქეთ შემთხვევით კი ნაღამაკეთ გამოვე.
როდესაც აქ ჩამოდის ის ხალხი და ჩვენ სწორედ ასე ვთქვათ მიზნობრივად იმ ადამიანებს ვპატიჟებთ, რომლებიც პარიზში არასდროს არ ცალიათ, რომ მოვიდნენ, რომ გაგეცნონ, ვპატიჟებთ ამ ხალხს საქართველოში და უკვე აი ეს რაღაცა ყველაფერი ერთად, რომ აი ამ 4-5 დღეში რამდენ დღიანსაც ვაკეთებთ, რომ ქალაქი ნახონ, ჩვენი კულტურა უფრო სიღრმისეულად გაიცნონ, ხალხი გაიცნონ, ახალგაზრდები გაიცნონ, ამ დიზაინერებთან უფრო ახლოვდებიან და რა თქმა უნდა სხვანაირი ყურადღება მათ მიმართ, ვიდრე შენ რო ჩახვიდე იქ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაღაცა პოლიტიკურ სიტუაციას ემთხვევა საქართველოში, ემთხვეოდა ჩვენი პროექტი და რაღაც პერიოდი გავაჩერეთ კიდეც. მიუხედავად ამისა, რომ ვეუბნებით რეალობას აი ესეთი სიტუაცია, თუ ან გეშინია, ან არ გინდა, უხსნით, რომ რეალური სურათი რაც არის. მაინც სიამოვნებით მოდიან. დიზაინერები ძალიან მზად არიან. ესეთი მზად არ ყოფილა ნამდრე, როცა ვაკეთებდით მე მგონი მაშინ. დაუგროვდათ მე თუ არა აქ სად უნდა აჩვენო. სად ჭირდები ისე, როგორც იქ, სადაც სხვა დამოკიდებულება ამ დიზაინერების მიმართ, როდესაც სახლში აჩვენებენ. მათთვისაც უცხოელებისთვის ეს ძალიან ყველა ამბობს ხოლმე, რომ ვთქვათ ვიღაცა აჩვენებს, ვთქვათ პარიზში ან სადღაც მეუბნებიანაირ ეხლაც რომ ჩამოდიოდნენ, რომ აი ის ბრენდი ალბათ აჩვენებს თქვენთან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან ესე ვთქვათ საკუთარ სახლში აჩვენოს, მაგრამ ეს სანამ ქართველები ამას მივხვდებით, ცოტა დრო უნდა. კაი, დამატეთ. ხო და ხალხი რომ ვიცარდება იქ ხარო და მენო მერე რა, კი, იყოს ეგრე. კი, მართალია იყოს. We can just go there. I don't know how I have physical or mental. Why are you? I'm going to go with you. ой, არ ვიცი, კაიდენი საქმე მაგას როგორ ვისავაბა. მოქრო. წავიდეთ ორივე. მე 2002 წლიდან მუშაობ. 25 წელია მუშაობ. 2000 აი მართლა 21 წლის ვიყავი, რომ დავიწყე მუშაობა. აი ირმა არის ჩვენი ბრილიანტი, ოქროს ხელება. რამდენი წელია ირმა აქ მუშაობ? 20? 24? დავიღალე, აი ხო ძნობ დავიღალე, პატარაც აღარა ვარ, რასაც ჩვენ მუშაობ რამდენი წელია. მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე. არა, 20 წლის მერე აქ არავინ არ ვიჯდებით. მე მგონი აქ აღარ ვიქნები. 20 წლის მერე დიდი მოდისახლი გვექნება. თამარეშულზე არა, სადმე პარიზში ან რაღაცა ან თბილისში დიდი მოდისახლი გვექნება და ირმა იქნება უფროსი. აი ეს სამბერია. ჩვენ ძალიან პატარა ატელიე ვართ რეალურად, ვიყავით რაღაცა პერიოდი ძალიან დიდები და მე ისევ დავპატარავდით, იმიტომ რომ კოვიდი ყველაფერი რეალურად მე თვითონაც იცი ამდენი ენერგია აღარ მაქვს და ამდენი რესურსი.
მაგრამ მაინც აი ამ სფეროდან, აი ამ სიტუაციებიდან, ბევრი დაბრკოლებებიდან გამომდინარე, ბევრი არა რაღაცა ესე გამარტივებული სიტუაციებიდან გამომდინარე, მაინც ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი ტანსაცმელი იყიდებოდა Dover Street Market ლონდონში, რომელიც აი ძალიან მიზანი, აი ჩემი ბრენდი რო გავხსენი, მიზანი მქონდა, რომ გაყიდულიყო მან. მერე რა თქმა უნდა, მეორე სეზონის მერე, ორი სეზონი ვიყავით, კოვიდმა ეს ყველაფერი ჩაგვიშალა და გაგვიფუჭა. და აღარ დავბრუნებულ ვართ. ეს ერთი მოდის კვირეულის გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება, ფეხსაცმელების შეკერვა ჯდება ძვირი, მოდელების ინდუსტრია არის. შეიძლება თბილისისთვის ძალიან დაბალი ფასია, მაგრამ ევროპასთან შედარებით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მაღალი ფასია. ეს ფეხსაცმელებიც ჩვენი დიზაინით არის. და ჩვენც ამას ვაწარმოებთ საქართველოში რა რეალურად. როცა დაიწყო ეს მოდის კვირეულები, კი ძალიან ძვირი იყო, მაგრამ უფრო გამართლებული იყო იმ კუთხით, რომ მაშინ საერთაშორისო ბაზარი სხვანაირად მუშაობდა, ბაიერებზე გავდიოდით, მერე შოურუმებს ვაკეთებდით, პრესა იყო მაღალი დონის, ჩამოდიოდა კოვიდამდე. ძალიან ბევრი დიზაინერი აი Fashion Week-ის წყალობით ძალიან დიდ პლატფორმებზე მოხვდა და გაყიდვები ძალიან კარგად წავივიდათ. მერე ცნობადობა გახდა, რაღაცა დიდი ტალღა იყო ქართველი დიზაინერების, უზარმაზარი ინტერესი წამოვიდა. ხა რა თქმა უნდა დემნა გვასალიაცგან გამომდინარე, მაგრამ თუ საქართველოში არაფერი, ანუ ხო ხვდებით ყველა კომპონენტი ერთმანეთს ავსებს. ეს იყო ბევრად უფრო კონცენტრირებული მარტივი გზა საქართველოში, უცბად აი ეს პლატფორმა გახდა მსოფლიოს ინტერესი და ჩვენთვის ძალიან ბევრი კარგი მოხდა. ეხლა ვერ წარმომიდგენია წერილი წერილზე მოდიოდა ხა ლეიდი გაგა, ანუ აი აქ ვიჯექით, აი აქ თამარაშულზე და აბა ლეიდი გაგას კაბა გაუგზავნეთ, აბა ჯიჯი ჰადიდს კაბა გაუგზავნე, აუ კენდელ ჯენერი ჩვენი სტილის არ არის, უარი უთხარი, რაღაც აი ცოტა ისეთი რატო იცი? აუ ჯულია რობერტს გაუგზავნოთ კოსტიუმი, აი აქ ვარჩევდით და ხო, იმ ხელა ტალღა იყო. აუ კარდაშიანები არ ვიცით. ანუ ხო ხვდები ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა რა, ვერ ვასწრებდით. იმ ხელა მარტო ჩვენთან არა, ყველა დიზაინერთან ეს ხდებოდა რა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი გავარდნილი იყო, ჩვენ დავდებდით ფოტოს, ვიღაც დადებდა ფოტოს და ნუ აი სასწაული მოხდა. აუ ძალიან კარგი. ეხლა ის ვიკოცალე მაგაზე და მე ერთი უცხო დავჭერდი ხო? ნეტაპორტე რომ მოგწერდა უკვე ძალიან ისე ჩვენ მე პირადად ძალიან არ ვიცი შიშარაკი არა ვარ, ცოტა აი ფინანსებთან რისკებს ნაკლებად ვიღებ. მაგალითად კონტრაქტი არ მომეწონა, ჩემი პირობები წაუყენა, იმიტომ რომ მეშინოდა დაწვის, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის პროდაქშენი დიდი. მე ლაბორატორიის დონეზე რაღაცას ვაკეთებთ, პატარა შეკვეთების რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ აი ძალიან დიდი შეკვეთების დონეზე ჩვენ მზად არ ვიყავით რა და არც ქონდა რეალურად კარგად შესწავლილი რა შეიძლებოდა ამ გაკეთებულიყო. მაგითო უარი ვთქვით, მაგრამ სხვაგან აი Farfetch-ზე ვიყავით, ჩემი ამხანაგი მახსოვს მორიზლავის საშუალებით გავედით Farfetch-ზე. Farfetch-ზე ძალიან ბევრი ტანსაცმელი გაიყიდა და აი მე რაღაც ჩემი მეგობარი ძალიან აღფრთოვანებული იყო მაგით და მე ვეკითხებოდი, ანუ კაია ხო? ანუ ისეთი სასწაული რაღაც პერიოდი იყო. ხო და კაია, ბექსტეიჯის კადრები ყოველთვის ძალიან კარგი. არა, იყო დრო ეს ეგ გამაზეთ, ეგ დრო. იმიტომ რომ იყო დრო ისევ ნერვიულობდი, რომ ბოლო ხმაზე გავკიოდი.
მაგიტომაც დავაპატარავე კოლექციები, რომ აღარ ვინდიო. ეხა ინერვიულო ნახალფასდება. ჩვენი სტუმრების ჩვენც ქონდა იქ მომენტი, მე პირადად მქონდა, რომ რა საჭიროა, ეხლა ამდენივე დავიხარჯო, არ არის განწყობა ქვეყანაში, შესაბამისი. რეალურად ეხლა ჩვენ ვერ ვასწრებთ ბევრი რამის გაკეთებას და ეხლა ცოტა სხვა კუთხით გვინდა რომ განვითარდეთ, მაგრამ რეალურად ბაზარი დღეს საკმაოდ მსუყია მიუხედავად იმ კი არის, იმიტომ რომ მე ვხვდები არის, რადგან ერთი მეორეზე მაღაზიები იხსნება. უკრაინელმა და რუსმა დიზაინერებმა დაიპყრეს მთელი ქალაქი და რატო არ უნდა გავაკეთოთ? მაგიტო საჭიროა რომ ეს მოდის კვირეული ჩატარდეს, ცნობიერება გაიზარდოს, გავახსენოთ ქართველ ინვესტორებს, რომ ჩვენც ვართ აქ ძალიან ნიჭიერი ქართველი დიზაინერები და შეუძლიათ რაღაცა ინვესტიციები ჩაიდოს. ეს სფერო არ არის რაღაცა სახში დაჯექი და ძალიან სერიოზული სფეროა, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს თუ დაიჯერებ რა და მარტო სახლები არ უნდა აშენონ რა და მარტო ბეტონის ბიზნესში არ უნდა იყვნენ რა და მარტო ღვინის ბიზნესი. რაღაც აი ადრე 90-იანებში ჩემ ბავშვობაში კოოპერატივი რო იყო და ყველა ნამცხრობს აცხობდა, დღეს თითქოს უფრო გაიზარდა ეს ცნობიერება, ხომ ყველა გადავიდა მშენებლობის ბიზნესში. ჩვენ მაგალითად ახლა რამოდენიმე თვის წინ სელენა გომეს ახალ კლიპში ჩვენი ქურთუკი აცვია. ნუ ძალიან ამაყები ვართ ამით, მაგრამ ნუ ეს აეროპორტში ვერ დავდივარ და ვერ ვყვირი. პატარა კოლექცია მაქვს წელს და აი მესიჯი ესეთი გვაქვს, რომ continuing in Gorokwa present. ანუ present, ანუ ეხა ამ წუთას. აი ეს რომ ყველაფერი ადამიანების ცნობიერებამდე მივიდეს და ეს ინფორმაცია რომ კარგად მივიდეს, საჭიროა რომ წელიწადში ორჯერ ჩვენებები გავაკეთოთ, ადამიანები მოვიდნენ, პუბლიკა დაესწროს, ლოკალური ბაზარი ამხელაა, ხო? რაღაც სხვა ქვეყნებში ვეძებოთ მომხმარებელი. ნუ თან გინდა, იმიტომ რომ დიზაინერი რეალურად ეგ არის რა, როგორც ახლა რა გითხრათ, ახლა აი ბოლო კულმინაციური შედეგი ეგ არის დიზაინერის, რომ აჩვენებს შოუს და ეს კრეატიული ბოლო რაღაცა მესიჯს გაწვდის რა. მარტო ტანსაცმელი ხო არ არის, მესიჯებიც არის რა და რაღაცა თავის აი ამ მდგომარეობას განახებს რეალურად სად არის დიზაინერი. You mean like forever ever, forever ever, forever ever, forever ever? Sure. Darling, I hope so. Me too. Dear guests, we kindly ask you to leave the hall.
this line is Because not. it's diagonal. Yeah. You do you, and I do me. Right, you have to. I think you ought to be like this. So maybe it is so difficult. No, they will come like this. They will root and they will go like this. Yeah. ისევ დგამარ? ხო, შენ ყველა დგახარ გამარ. ნინო. მოდია. ეხ ამას კომანდასავით არ უსვია, ვერ გადაჭამას ხანაირად. ლაკარტე. Okay, what about this? Like, Oh, I don't think it needs to be like. So it's like this. Oh, that's fine. That's cool. Okay, that's fine. Now, here's the one thing with spraying off the page. Oh, right. It's Yeah, try and I'm control gonna try it. to control it. And I mean, you could go maybe slightly lighter, Gio. Okay, I'll do a little lighter.
ნახეთ, ბიჭებზეც და გოგოებზეც ხდება მაკიაჟი თვითონ კანის ფაქტურა იქნება აუცილებლად მატი, პუდრის გარეშე, მაგრამ ჰაილაითერები არ გვინდა. აი, ეხლა ელფი რო გამოვიყენოთ, საერთოდ არ ვიყენებ ამას. ანუ იქნება მატი, მხოლოდ ტონალურით ვმუშაობ, კონსილერით არაფერს არ ვფარავ თვალის ქვეშ, იმიტომ რომ არალოგიკური იქნება, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით ვამატებთ. არაჯანსაღად უნდა გამოჩნდეს ყველა მოდელი. ანუ ოდნავ სიწითლე და მთავარია ხაზები არ დახატოთ. ოდნავ სველი, აი ნახავ რეფერენსებში არის რაღაც სველი, ზედმეტად არა. ეს ხო, აი გოგოებს ვინც აქვს ძალიან გრძელი თმები, მინდა უკან შეკრული, ხო? და ვის აქვს და უმეტესობას ვისაც აქვს? მოკლე ხოლმე ხარ შეკრება და ესე გავუკეთოთ. ზუსტად. აი ერთ-ერთ გოგოს აქვს ძალიან უფრო მოკლე თმა და ცოტა ესეთი აქვს. აი ეგ პროფესორი რომ აი სველად ესე გადავწიოთ. გრძელი თმა, აი low pony ეგეც სველი მე მგონი. ცოტათი სველი. კი. Yeah, just one. I think that's perfect. Feel? Of course. You have to just get comfortable with the looseness of it. Yeah, it's fine. But it's fine, right? Yeah, great. You're done. Thank you so much. ჯერ რადგან ესეა რო უკვე დრო გვაქვს, გავარეპეტიციოთ ეს ბავშვები ჩაუცმელი. ხო. მერე ლანჩის შესვენება. მერე დაიწყონ უკვე მაკიაჟი, ჩაცმული რეპეტიცია, რამდენსაც მოვასწრებთ. და ეგ დამოლინა აქ არიან და და მოგიტანენ შუქს ხო? მადლობა. ერთადერთი რაზეც ცოტა ვღელავ არის რო არ ყავს ერთი ადამიანი, ანუ რეჟისორივით რა, ანუ არც იმათ მხარეს და არც ჩვენ მისმენ. ხო, გისმენ, სიას წვე პროსტა რა მოვიკითხო. აი ხო და აი მე ძალიან მაწუხებს. აბა ეხა რეჟისორი აქედან რას იზავს? არა, იმაზეა დამოკიდებული, ანუ შენ იცი რომ ლექს რო დაამთავრებს მოდელი უნდა გაუშვა, მაგრამ შეიძლება შუქმა დააგვიანოს, ანუ ერთმანეთთან სინქრონი. აი რეპეტიციაზე ნახოთ როგორ იქნება. რო არ გქონდეს, ანუ მე მგონია რომ group call-ში უნდა ვიყოთ და ვიღაც ერთი უნდა იყოს, ვინც მაგას უკარნახებს. შეგვიძლია ან რაცია გამოვართვათ. აქვთ რაციები. ეს საჩუქრებია მოდელებისთვის. აჰა. არა უშავს. ეგ შორტიდან გავაუთავოთ. ეგ ხაც მე გავწმინდოთ, ედუსით გავწმინდოთ, მაინც გეტყვი კიდე ვინ დარჩა. დღეს ხედით და აი ცოტა რაღაც მოისვენეთ და ეხა გეტყვით რა ხდება, რა არის მერე. ვერ ხვდები რა მუსიკა მომწონს. Life brought me to Georgia. Love made me stay. 5 years now. Life brought me to Georgia. Love made me stay. 5 years now, on and off. კაი, რა საცმევთ? მოდი ეს ჩაიჭრეს.
აი აქეთ. მაგრამ იქით ის სკამია. ხო, იქით კან მაშინ. ეს კოლექცია ახალი ჩაშვებული გვაქვს და ესენი ყველაფერი არის Fashion Week-ზე გავა. ეხა გაბესტსელერ და ეს სვიტრები. სკო ვიღაცას ეცვა. ეს არის ანგორას რო ეძახიან. აუ რა ქვია ქართულად ამ მოჰერი, ხო? ჩვენ ვაწვევით უფრო გვინდა რომ ძალიან წარმოება ტიპები გავიჩითოთ რა. ანუ ვეცადოთ რომ ბევრი ვაწარმოოთ, ისინი დიდი დიზაინერები. ეგენი თითო კაბებს ან სამ-სამს კერავენ თუ რაღაც ან მე რაღაც შეკვეთა შემოუვათ იმის მიხედვით და ჩვენ გვჭირდება რომ გავძეძგოთ მაღაზია. ჩვენ სხვა მოდელია ბიზნესი. ორ წამი შეხედა ეს ჩავალი просто ძალიან ზუსტად აღდეოდნო დიდი ხوارგავა. მე მოუწონს როცა მაგას დიდ ძალიან დიდი გქონს. მე ცოტა ნაჩვენია. ბრენდი როგორი პოპულარულიც არის. ეხა დღეს საქართველოში და თბილისში ბევრად კომერციულად წარმატებულები უნდა ვიყოთ. და ეს და აი ეს. საცალო გაყიდვებით მაინც რთულია ძალიან. აბასად ვერ კი მე და შენ. აი ეს ძალიან კაია მოცა. დაჯიქი მე დადექი. უნა. აი ეს ძალიან სასახელოს გავასწორებ რაღაცებს იკეთებს. შავი საროჭკა მოუხდება ამას იდეაში შესვაფეთებ. ვერ გელევია. გამარჯობა. აქ ხარ აქ. კი, დაჭიქი და დაგველოდე ძალიან მალე. ჩინეთში ვაწარმოებ. სამწუხაროდ. ჩვენი პრინტია, ჩვენი მოფიქრებულია და აინახე აი ეს ერებიც ყველაფერი არ რაღაცა ისეთი ამ კოლექციის თვის შექმნილი პრინტია, მაგრამ დიდი რაოდენობით ქსოვილს ღებავენ, ანუ ეს დაპრინტული კი არ არის. გაქსოვილებულია. ეს კი არ გადავა ხო, აი იმის ნაწილია რა. ჩვენთან ხარ? არა? აი მე ზუსტად შევიზოვა. რა ვიცი? აბა ერთი ჩაიცვი ისევ როგორც გეცვან და მთლიანი ჩაიკარე. ჯერ ვერ მივედით იქამდე რომ ეს ქროლვისას რომ უბრალოდ შემოხვდება ტიპს და ეგრე შემოდიან იმისთვის რომ კონკრეტულად ის ნივთი უნდათ და ყიდულობენ რა აი ეგ არის ჯერ სადაც ვართ კომერციულად. ძალიან ეგ ძალიან ხდება. და თმა ცოტა აი მესი რო ქონდა. ეგ შარვალი იმენ ზუსტად გააქვს. როგორ გააქვს? მედიუმი აწვია. ხო და მოდი ლარჯი ჩავაცვათ და ეგ თუ რამე სხვა შავი ხო არა? აუ აი მგონი ეს ძალიან ხდება. ორი ვარ შავი აი სადოს. აი ვასჯერ შავი მართლა აი მოდის კვირეული ხე 2 წელი რო არ იყო საერთოდ უპერსპექტივოთ ხედავდით მომავალს რა იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პლატფორმა სადაც შეიძლება რომ რაღაცა კარგი დაიწეროთ ჩვენ საქართველოსთან ბრენდები ვერასდროს ვერ შეწყვეტებიან იმას რომ იმ ჟურნალებს და გამოცემებს და დაუკვეთონ სტატია ან მათზე დაიწეროსო რაღაც ხო ძალიან ლიან რთული გზა არის მაგ შემთხვევაში გასავლელი. აუ ვიფიქროთ ერთი წავიდე. ხო და ყველას არა იმიტომ რომ ეხლა კიდე ისევ ბევრი ხალხია ჩართულობანი არ მინდა რა იმიტომ რომ ძალიან ავიდეთ. ეგ იქნება ისე როგორც ვამბობ. ამას ჩავწოთ ქვევით. ოდნავ შემოვწოთ და გადაიჭრება ეს პრობლემა. ირბედრიქს კი შემოწევ, მაგრამ რამდენს შემოწევ? ამას შემოწევ. პირველი რიგი ვერ დაიწყო. შემოწევ, არა, გაწევ. ქვემოთ ჩავწევ ცოტა. არა, რანვეი გვიპატარავდება ძალიან. ანუ სტუმარი ხوار დაждდება განათების უკან. ესე იცდა ხო? გავ ეს გზა გვიპატარავდება. საიდანაც დაიწყება, იქიდან იქ ხوار გავწევთ. ანუ სკამი უნდა მოვაშოროთ მაშინ ერთი ავიღოთ. ეგეც საპრობლემო არაფერი არ არის.
პირველი პუნქტი. პირველი პუნქტი. რა არ გასავლელი არ დარჩება ორ კაცს თაკო რა შვები არა ხო ვერ შემოვიდა მოდელი ვერ გაივლის აქ შუაში კიდე ის არის წერილი ხო არა ხო და ეს ამ ვერ მოდიოდეს ხალხო ვიცი მაგრამ ესე აქ ფეხებს ხარ დადები კი ეგრე უნდა არა არა არასდროა კინში ბეტონის წერილი ხარ სპორტი ახლა ბეტონი მიწელა ფოტოში შეგება შუაში წერილია მე ისე აი ასე უნდა დადგეს ესე გვედგა წინაზე ამაზე წინ ვერ მივა შანსი არ არის ეს არის ჩვენმა კლასიკური runway როგორც ქონდა Do you think I could have one cable? Yeah, of course. Yeah. I feel safer. Have always done. Yeah. Thank you. ხამოდა იხულია runway-ზე ეს არ უნდა დადგეს ფეხებია ხო ხელი ხალხი შემოვა წარმოიდგინე გადაიჯერებინა მოუსრა იქნება თან ფეხები როგორ შევა დაიკარგება ის წერილი ანუ თელი მოდელები ვინ ვიღაცის ფეხსაცმელები გიქნათ შემოხდა runway-ში რა სუსულელია ხო მეგობრებო დინა Happy to see you all. მიესალმე ჩვენი შექმნის და ამ ბრენდის ფორმირების მთელი ამბავი ის იყო, რომ გაგვეხსნა სალაპარაკო სივრცე მოზარდებზე და იმაზე, რომ ეს მოზარდები რაღაც კლიშეთ აღქმული იყო, რომ ფერადი თაობა, აბა ბნელი 90-იანებიდან და ტყავის კურტკებიდან გამოვიდნენ და უცებ ჰიპსტერები გახდნენ ფერადები და ტატუებიანები და სინამდვილეში ამის გამოცვლაში და რაღაც ვიზუალის შეცვლაში და თავისუფლების უფრო მეტად გამოხატვაში ისინი არ გაბედნიერებულან რა, ანუ ეს რაღაცა ტრაუმული გამოცდილებები, რაც ჩვენ როგორც მშობლებმა გადავეცით, დიდი დოზით არის. უცებ რაღაცა რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, იმის გამო ძალიან გაიხსნენ ჩემს მიმართ და ბევრად თავი ისეთი ნამდვილი სახე დამანახეს ვიდრე ვთქვათ ესე როგორც დიდასმა ჩვენებდნენ ვთქვათ მანამდე, რომ ყველაფერი კარგად არის რეჟიმშია დედა. გამოჩნდა რომ ეს სავსე არიან რას insecurities ქვია ფოთვებით გაურკვევლობებით აქედან ერთი მხრიდან ეს ტრადიციული ოჯახი აწვებათ იქიდან ინფორმაციის ზღვა რომელიც საერთოდ სხვანაირ ქცევას ითხოვს მათგან ჩვენი თავარი სალაპარაკო და ვისაც გვინდა რომ მივწვდეთ, ისე მოზარდები არიან, სადღაც 13-14 წლიდან 20 წლამდე. რასთან მგონია რომ ყველა ძალიან ჩაგუკეტა ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა რა რაღაცნაირად არ ვიცი ამდენი რაც ბრძოლის მე რაღაცნაირად ჩავიკეტეთ რა და მგონია რომ ეხლა რაც ყველა დამოუკიდებლად ვცდილობთ რომ ისე ადგილები ვიპოვოთ და შევავსოთ რეებიც რაღაცნაირად ჩაგვეკარგა რა ეხლა ამ პერიოდის განმავლობაში და ალბათ როგორც ჩვენს ბრენდიც ისე ჩვენი ბავშვებიც რაღაც მაგზაზე არიან რა თუმცა ნახოთ სულ არ ვისვენებთ რა, სულ რაღაცას ტრიალებთ, რა სულ რაღაც გვინდა რომ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი და იმედია ესე გავაგრძელებთ. მადლობა, გავიქცევით. პირიქით. აი, გოგო ხარ ძალიან.
აინთება და რო ჩაქრება, მერე შეტრიალდი. დაელოდა სამ არ ჩაქრება უეჭველი და თუ დიდი ხანი გააგრძელდა ან რაღაცა პროსტა წინა ანათეს ფანარი ან რაღაც გააკეთა რა სამ მეშუკით აინთება და ჩაქრება რა. მაქსიმუმ იცის ყველაფერი. თონიკასაც აზრი რომ წინ თუ რამე მოხდა, ვინმე დაეცა რაღაც. ბავშვო, რამე თუ მოხდა, არ შეგეშინეთ. ყველაფერი ნელა, ადეკვატური ხდება. ხო, ანუ რამე თუ არის, არ დაიბნეთ, არ შეგეშინეთ. თუ მარტო რაღაცას ვერ შევით, მეორე მოდელი მოვა და მოგეხმარებათ. შენ ხარ რა გამოცდილი?
you tell me about the inspiration for the collection this time? Inspiration was dreams and tales mainly. That some of them was like nightmares, some of them like fairy tales, and then we discovered all of these things, backgrounds, and then we did this collection based on our tales and dreams. Hello guys. There is like chiffon, fox leather, and it's like shell. 1 minute. I think it's the main point that like we have to step from this idea that like fashion can be political or like fashion should be political as well. Like it's both ways. You have options, and this is just the option which I chose. Hi. So I'm sorry, I'm a little bit nervous. Video of course. So now I make some video for you guys to understand my view. And every piece of dress there is one letter, for example, and this dress made by just words. Any like free technique style, it's like experimental style, and mostly there is also zero waste technique because I use for this tops very easy and simple garment, only piece of the textile. The design challenges the traditional body silhouettes and conventional standards of beauty. მითხარი როდის? წადი და მე მოტრიალ. ეხა მოტრიალდი და წავედი. თავიდან დაიწყე. კარგია. ეხა შემოტრიალდი. წამოდი და გვერდუოდი. აი მე რაღაც ვერ ვქენი. იმიტომ რომ ძალიან ძიმეა თავიდან წამოვა. კარგი. ხო, ის რა ვიცი.
ხო და უნდა ვთხოვოს, რომ მე გადა მოხსენე You saved me from fainting. სილიკონი ხორდი. მოდასაც საერთოდ ხელოვნებას ყველა სფეროს სჭირდება სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში. აი იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაში დღეს ჩვენ ვართ, რომ განვითარდეს ამ შემთხვევაში მოდის სფერო, ინდუსტრია, ეს კიდე ცალკე თემაა. ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაც სჭირდება, ბევრი ნაბიჯები არის გადასადგმელი და რა თქმა უნდა პირველ რიგში სახელმწიფო უნდა იყოს ამაში დაინტერესებული და ჩართული. ნუ ამას ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ. Winner is Eva. და ამის გარდა ჩვენი დიზაინერებისთვის პირდაპირ იქნებოდა ასე ვთქვათ გადარჩენა, რომ საქართველოს იყოს ევროპის ნაწილი. რაღაც ფორმით ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობა თუ ევროკავშირის წევრი ვიქნებით, ეს უკვე ესეთი სხვა თემაა, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს არ იყოს იზოლირებული სახელმწიფო თუ იმ კანონებით, რომელი კანონებით ჩვენ გვაქვს და მაშინ შეიძლება რომ ეს განვითარდეს. იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ცოტა რთულია ამას საუბარი. იკითხე და გეტყვია.
მახსოვს, რომ დავიწყეთ პირველი სეზონი იყო კატასტროფა, იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაცა ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს ყველაფერი. ყავს დიზაინერები, მაგრამ არ იციან როგორ და სად. ეს მოდის სფერო არ არის მარტო ერთი დიზაინერი, ეს ხო ძალიან ბევრ სამუშაო ადგილსაც ქმნის, ხო? ადამიანები ამაში ამ სფეროს გარშემო საქმდებიან და ძალიან ისეთი პერსპექტივებიც გაუჩნდათ. ბევრი ბრენდით შეიქმნა ჩვენი პროექტის ფარგლებში, ძალიან ბევრი ბრენდიც ახლა დღეს საზღვარგარეთაც აჩვენებს. როგორ შეაფასებდით წლევანდელ 2026 წლის ფინექსს და მის მონაწილეებს? იმდენად რთული წლებია და იმდენად რთული წელი იყო 2025 და 26 რომ კიდე რომ აქვთ ის ძალა რომ რაღაც გააკეთოს საქართველოში ძალიან დასაფასებელია და ძალიან ბევრი საინტერესო დიზაინერი მონაწილეობდა. დიდი მადლობა. აი, ბოლოს ფილმები ტელევიზია გახსენე. ერთი პრობლემა ყველაზე დიდი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მაინც მეგონა რომ ეს ვითარდებოდა სწორი, მაგრამ როდესაც დავხურეთ, აღმოჩნდა რომ რაღაც მიბმული იყო იმდანად ეს პროექტი და დიზაინერები ერთმანეთს მიბმული, რომ ერთი რაღაცა რო გამოეცალა ეს დიზაინერები რაღაც დარჩნენ ჰაერში. და აი ამის შეკვრა თავიდან გვიწევს ახლა. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან ვიწყებ, ესე იგი 11 წლის წინ როგორც ვიწყებდით, ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს ახლა, რომ ისევ თავიდან დავიწყეთ.